საქართველოს ვეტერანთა ნაკრები G11 შარშან ინტერთან დაწყებული მატჩების სერიას წელს უკვე დინამო არენაზე განაგრძობს ჩვენი რეგიონის ყველაზე პოპულარულ გუნდთან ბარსელონასთან. მე რაც თავი მახსოვს ეს კლუბი მუდამ იყო ჩემს ცხოვრებაში, მუდამ გულშემატკივრობდი და ის რომ ფეხბურთი ზოგადად ასეთი პოპულარულია მსოფლიოს მასშტაბით არის იმ უამრავი ვარსკვლავის და ფეხბურთელის დამსახურება, რომელსაც ბარსელონას მაისურით უთამაშია. მათ შორის რამდენიმე თბილისშიც არის ნამყოფი, თუნდაც მარადონა, რომელსაც ბარსელონაში ნათამაშები აქვს, რა თქმა უნდა მესი, მაგრამ ერთ-ერთი მოთამაშე, რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს უყვარს ფეხბურთი, თბილისში ჯერ ნამყოფი არაა, მაგრამ აუცილებლად ჩამოვა და ეს ფეხბურთელი არის რონალდინიო, რომელსაც ვნახავთ სხვა მოთამაშეებთან ერთად დინამო არენაზე. იქამდე სანამ ეს დიდებული დღე დადგება, მე და შოთა არველაძე ჩამოვედით, როგორც ხედავთ, ბარსელონაში. ახლა ვაპირებთ, რომ გავიდეთ კამპ ნოუზე, რომელიც საგრადას მსგავსად ჯერ შენდება. მოვინახულოთ ბარსელონას მუზეუმი და შევხვდეთ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც თბილისში ჩამოვლენ. წარმოიდგინე პირველი ამათი წარმატება, ევროპული ჩემპიონთა ლიგის წარმატება, პირდაპირ დაკავშირებულია კუმანთან, ლაუდრუპთან და რა თქმა უნდა იოჰანთან, რომელიც ძნელი იყო იმ დროს. ამ ერთს არაჩვეულებად ვიცნობდი და ურთიერთობა მქონდა თვითონ იოჰანთან. რონალდ კუმანის ასისტენტი ვიყავი და მაიკლთან ერთად ვთამაშობდი. შოთი მეორე თამაშია ეს უკვე და მე ინტერესებს რა კრიტერიუმით შეირჩა მეტოქეთ კიდევ რა ბარსელონა. მე მგონი მოწინააღმდეგეს სიყვარულით ირჩევ, კლასით ირჩევ, რაღაც წარსულთან ასოცირებით ირჩევ, ვინ ყოლია, როგორი ფეხბურთი მოგწონს და ასე შემდეგ და მე მგონი ძალიან უხდება. თბილისისთვისაც, ქალაქისთვისაც, სტადიონისთვისაც მიმზიდველია და კარგია და ჩვენ გვინდა რომ გავაგრძელოთ ეს სერია. რატომაც არა. I think first, not in that order, but first to have fun. So for us, it's great to get together. Then, of course, we're still very competitive. We don't like to lose. So when it comes to the matches, we want to win. Again, we're not as fit as we used to be, so we try to be more conscious about how we play, how we keep the ball. I think we are very privileged to have Ronaldinho. Ronaldinho always brings some magic in every single game. So I think it also depends if it's like players of these generations come. They are the best players because one, the technical ability that they have, two, because they're still very fit. პირველი ჩატარებული პროექტის შემდეგ აუცილებლად ჩასატარებელი იყო ეს მეორე და პირველი კერძოდ ინტერი იყო შარშან როგორც გახსოვს. ძალიან მიხაროდა და იქაც აი ბავშვი ვიცი ხარულიც ავსე ვიყავი, იმიტომ რომ ფიგო ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეულად საყვარელი ფეხბურთელი იყო. მიუხედავად ცუდი ამიდისა ფაქტი იყო ის რომ სტადიონი შეივსო, ხალხს ძალიან უხაროდა და წელს რა თქმა უნდა ამბიცია გაგვეზარდა და კიდევ მეტი სიხარული რომ მოგვეტანა ჩვენი ქვეყნისთვის, გულშემატკივრებისთვის გადაწყვეტით რომ ბარსელონა იქნებოდა ალბათ საუკეთესო და თან ამ შემთხვევაში რადგან თბილისი აირჩა ორჯერ მეტ ადამიანს ვეპატიჟებით თამაშის საყურებლად და კიდევ მეტი საინტერესო ისტორიით სავსე ფეხბურთელებს ვეუბნებთ. Pero sí que bueno, ya ahora vamos un poquito a disfrutar, a compartir, a otra vez volver a un campo de juego, a un vestuario, a que la gente nos reciba de la mejor manera, a tener ese respeto hacia los fans, de poder estar con ellos, de poder interactuar en algunos momentos, de hacer firma de camiseta, de sacarnos fotos con ellos. Creo que esas cosas nos hacen muy bien, por lo menos a mí en lo personal. Siempre es gratificante, así que bueno, esperaré la verdad que el viaje con mucha ansiedad, con muchas ganas de poder estar en el país. ბავშვობაში მაგალითად ყოველთვის როცა ხედავდი ხოლმე რომ იკრიბებოდნენ არა მარტო ვეტერანები, არამედ თანამედროვე ფეხბურთელებიც ეს რაღაც სიმნაკრები რო კეთდებოდა და თამაშობდნენ. ვოცნებობდი რომ ნეტა ჩვენ ქვეყანაშიც ეგეთი თამაშები შედეგეს თქოდა. ერთი ვნახეთ უკვე, ახლა მეორეს ველოდებით, მოეწერა ხელი შეთანხმებას და ველოდებით ამ კაი ხალხს არა მარტო მენდიეტასა ვიოლა ფერერს, არამედ კიდევ ბევრ სხვა მაგარ ფეხბურთელს და როგორც ამბობენ, ეხლაც კარგ ფორმაში არიან ძალიან. აი ყველას ველოდებით უკვე გაზაფხულზე თბილისში და გვაქვს მოლოდინი რომ იქნება იმაზე მაგარი თამაში ვიდრე იყო ინტერთან ბათუმში.